გამარჯობათ. ეთერშია საზოგადოებრივი არჩევანი ნაზიმე შველიანთან ერთად. დღეს ვისაუბრებთ არაჩვეულებრივ კუთხეზე საქართველოს მაღალმთიან რეგიონზე ლეჩხუმზე და ჩვენი სტუმარია ლეჩხუმიდან ჩამობრძანებული ბატონი თამას ომანაძე, ხვინის კომპანიის ხომლის მარანის დირექტორი. გამარჯობათ ბატონო თამას. მოგესალმებით თქვენს მაყურებელს. ბატონო თამას, სანამ თქვენს კომპანიაზე ვისაუბრებდით, მაინტერესებს ლეჩხუმში რა მდგომარეობაა დღეს და როგორ მოხდა, რომ ხვინის კომპანია ასეთი პოპულარული გახდა ლეჩხუმში და არა მთლიანად, არა მარტო ლეჩხუმში, მთელ საქართველოში თქვენი ღვინო რამდენადაც ვიცი ძალიან სახელი მოიხვეჭა მთელი საქართველოში, სოფლიოშიც კი გავიდა ბაზარში და მანამდე სანამ ღვინოზე ვისაუბრებდით, იქნებ ლეჩხუმზე გვესაუბროთ. დიახ, ეს ჯერჯერი ქართული კუთხე, ხარე ლეჩხუმი, როგორც მოგესალმება, მდებარეობს ორი ხეობა არის, ესაც ცხენისწყლის და რიონის ხეობაში. და მე განსაკუთრებით ამ თემა დაკავშირებით მინდა ხაზი გაუსვა, რომ ივანე ჯავახიშვილის სოფლის მეურნეობაში გამოკვლეული არის ადგილობრივი 15 ჯიშის ყურძენი. ამათ გარდა განვითარებული იყო ისტორიულად ხორბლის და მარცვლეული კულტურებით და განსაკუთრებით განთქმული იყო მახა და ზანდური ეს უნიკალური ჯიშები ხორბლის. ეს იმეტყველებს, რომ გარკვეული მაღალ დონეზე იყო სოფლის მეურნეობის კულტურა და საერთოდ კულტურა ლეჩხუმში. სხვა რა შეიძლება ჩვენ მხარეს ბოლო დროს და საერთოდ ყურძნის მხრივ და ვაზის მხრივ ყველაზე გამორჩეული ჯიშად ითვლება უსახელოურის ჯიშის ყურძენი. ვაზით და მეორე ითვლება ცოლიკოურის ჯიშის ვაზი, რომელიც ცნობილი არის როგორც ტვიში ღვინო ისმება როგორც ტვიში და უსახელოურიდან უსახელოურის ღვინო. სხვა მხრივ ისტორიულად ჩვენს კუთხეს ძალიან დიდი ადგილი უკავია ჩვენს დღევანდელ გადასახედიდან, რომ იქ მდებარეობს ხვამლის მთა. ეს ხვამლის მთა წყინვალე ფილმი, 3 ფილმი გადაიღო აც გარდაცვლილმა გაბიძაშვილმა. ამ ხვამლის მთთან უამრავი ლეგენდა თქმულებაა დაკავშირებული. არგონავტებიდან და ქართლის ცხოვრებიდან. ქართლის ცხოვრებაში ყველაზე ცნობილი არის, რომ ქართული მეფეთა განსაცავი ინახებოდა ხვამში და მითითებული არის, რომ ოდეს ქვეყანას გაუჭირდეს ხომლის მთამ გადაარჩინოს. ეს მოკლედ რაც შეიძლება ამ კუთხის. ეს ალბათ სულიერ მდგომარეობაზე აქვს საუბარი. რა თქმა უნდა, სულიერ მდგომარეობაში ჩვენ ვიცით, შეიძლება ამ სიტყვებით შეიძლება ის იფიქრონ, რომ მატერიალური სიმდიდრე ინახება იქ და შეიძლება მამას გაუჩნდეს სურვილი, რომ დაიპყროს, ასე ვთქვათ, ეს მთა. თუმცა იყო ამაზე მცდელობა, მაგ საიდუმლოს ამოხსნას ჰიტლერსაც კი აინტერესებდა და დაინტერესებული იყო ამ შემთხვევაში. რამდენადაც არ უნდა მოეჩვენოს ჩვენს მაყურებლებს, ჰიტლერსაც კი ეს მთა აინტერესებდა. შემდეგ სტალინი დაინტერესდა ამ მთით, იყო მრავალი ექსპედიციები, უამრავი თანხები გამოყოფილი ამაზე, მაგრამ ის საიდუმლო კვლავ საიდუმლოდ რჩება და ასე დარჩეს. მთავარი ახლა სულიერი მდგომარეობა როგორ იქნება ლეჩხუმში, როგორ განვითარდება ლეჩხუმი. თქვენ როგორც საუბრობთ ახლა, რომ ღვინის მეურნეობა განვითარდა უკვე, ჩვენი ღვინო გავიდა უკვე საზღვარგარეთ. მეღვინეობა მაგალითად დიდი ბაზარი მოიპოვა ჩინეთში და სხვადასხვა ქვეყნებში. ადგილს დაიკავებს თუ არა ჩვენი ქართული ღვინო ლეჩხუმის ღვინო მაგალითად და რა პერსპექტივები აქვს მაგ. შეიძლება სულ ცოტა იყოს ეს ღვინო, მაგრამ იყოს ხარისხიანი, ყველასათვის შეიძლება არ იყოს ხელმისაწვდომი, მაგრამ თავარია ყველაფერი ძვირფასი, ძვირი ღირს, რა თქმა უნდა და ყველასათვის არც არის ის საჭირო, მე მგონი რომ ის ხელმისაწვდომი იყოს. ეს უძვირფასესი ღვინო არის, უძვირფასესი ღვინო ალბათ იმიტომაც არის, რომ მიწა არის ალბათ იქ საინტერესო, ხო? იცით ერთი შეკითხვა მაქვს კიდე თქვენთან.
აი რახან ეს ღვინო რომელსაც თქვენ საუბრობდით და რომელზეც უნდა გავაგრძელოთ ახლა ჩვენ საუბარი ეს ჯიში თუ მაგალითად სხვაგან მოხდა გადასახლება ამ ჯიშის ისევ ისეთივე ღირებული იქნება? არა, ნამდვილად არ იქნება, ნამდვილად არ იქნება. მით უმეტეს ლეჩხუმელი გელეხს გვერდით სოფელში არ დაურგავს. იმ მიკროკლიმატში იცით რომ იმ გემოვნებით, იმ ბუკეტით, იმ მახასიათებლებით იმ შედეგს ვერ მიიღებდა. იმ ღვინით რომელიც განთქმულია ამ ხუთი სოფლის ფერდობებზე, ესა ოფიტარა, ლაძგვერია, ჯაბელი, ისუნდერი, ოყურეში და ზუბის გარკვეულ არეალებში ხარობს. ბატონო თამას, ამ სოფლებში, რომელიც თქვენ ახლა ჩამოთვალეთ, განსაკუთრებული მიწაა, შეისწავლეს ეს მიწა თუ რაში არის ეს საიდუმლოება ძალიან საინტერესოა. ისტორიულად როგორც აღნიშნავენ, საერთოდ როგორც აღნიშნავენ, იმ გემოვნებით სხვაგან ვერ გებულოთ. სამწუხაროდ იყო საქართველოში არის მაგალითი, რომ წამოიღეს ზოგიერთმა კომპანიამ და გააშენა აღმოსავლეთ საქართველოში ეს ხურძენი. და ასხამს იგივე დასახელების ღვინოს usახელოურს. ეს ჯიშის სახელი არის, თვითონ ვაზის ჯიშის სახელი, usახელოური. მაგრამ ჯერჯერობით ჩვენი კანონმდებლობა არ მოწესრიგდა, რომ ადგილ წარმოშობა მიენიჭოს უშუალოდ usახელოურს და ამაზე მუშაობენ. მე რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, რომ სახელი მიენიჭოს რომელიმე გეოგრაფიული დასახელების იმ რაიონის, სოფლის. მე შევთავაზე ღვინის სააგენტოს და იქედანაც იყო წინადადება ჩემ ღვინოს ხომლის usახელოური ქვია, რომელსაც მე ვასხამ. და გამოიყენონ ეს სახელი ხომლის usახელოური, რომ დარეგისტრირდეს ეს ღვინო ადგილ წარმოშობის და დაცული იყოს ის არეალში, სადაც მოიჭება იმ გემოვნებით, იმ მახასიათებლებით. ამათ გარდა ძალიან ჩვენი მიმართულებიდან გამომდინარე ვიტყვი, ჩვენ აღებული გვაქვს ვენახები, ჩვენი ვენახი უკვე მესამე წელია და წეს ველოდებით. რამდენი ძირი გაქვთ ბატონო თამას, ეს რამდენია და რამდენია მოსავალი? დიდი რაოდენობა არა გვაქვს, ორი მეურნე, რომელიც დაგვიდგა გვერდში და ჩვენ წინადადება, ჩვენ არავისთვის დაძალება არ ყოფილა და თავზე მოხვევა ჩვენი წინადადებებით, როდესაც ამ კომპანიას ვარსებდით ხომლის მარანს, ავიღეთ ბიომიმართულება. ბიომიმართულება. ეს რა არის? არანაირი შხამქიმიკატებით, არანაირი სხვა ბიოლოგიური სასუქებით და ბიოლოგიური მოყავს ყურძენი. საბედნიეროდ გვინდოდა მაგალითი ყოფილიყო და საბედნიეროდ მინდა ვთქვა, იმიტომ რომ ორი მეურნე გამოყვა ამ გზაზე, ეს არის მამუდი არჯევანიძე სოფელი ოყურეშიდან და დავით ქლიბაძე. გამოყვა და საინტერესო იყო რომ 3 წლის მანძილზე მიწას არ მიბრძოლდება, მიწა ნიადაგი არ მიბრძოლდება. ჩვენ ბიოლოგიურად სუფთა ღვინო რა არის, პროდუქტი არის და მიღებული შვილი არის ინვაზიისგან საბოლოოდ, რომელიც ჩვენ თქვენ რაღაც ისეთ საუბრობთ, აი რაღაც მისტიკურია თქვენი ეს ჯერ ეს მთა არის თვითონ მისტიკური, თვითონ ეს ადგილი რაღაც საოცარია და აი სხვა ჯიშის ყურძენი რომ დათესო მაგა დარგო იქ რა შედეგს მივიღებთ იქედან? ანალოგი უნიკალურია ცოლიკოურის ჯიშის ყურძენი, მწვანე ცოლიკოური არის ასეთი ეძახიან ლეჩხუმში და სოფლებში უნიკალურია. უნიკალური ჯიში არის ლეჩხუმში ორბელური ორბელური ის განსხვავებულია ოჯალეშისაგან. არ არის ოჯალეშისა, ენდემური ორბელური ჯიშის ყურძენი სოფელ ორბელში. აი მიკროზონაში მოდის. უნიკალური აქ ტვიში ისხმება ღვინო, ტვიშის სოფლის. თვითონ წყალით რა თქმა უნდა, ალბათ ძალიან ხარისხიანი ჰავა, მინერალებია, ის მიწის შემადგენლობა ისეთ, რომელიც იგებულობდა. საინტერესოა, რომ ეს ტერიტორიები რაც ბუნებამ შემოგთავაზა, რაც ბუნებამ გვაჩუქა, რაც უფალმა, ასე ვთქვათ, გვიბოძა, ამას ადამიანები ვეღარ ქმნიან ფაქტობრივად. მიუხედავად იმისა, რომ პროგრესი წინ წავიდა ყველანაირად, მაგრამ ბუნებას ვერავინ ვერ შეედრება ამ უნიკალურ მინერალებს, როგორიც არის მაგალითად ლეჩხუმში ეს მიწა და ეს ჰაერი და წყალი. და სამწუხაროდ ჩვენ მაგალითად გვინდოდა რამოდენიმე ოჯახი ყოფილიყო, რომ ბიოპროდუქტს და ბიომეღვინეობას რა პერსპექტივა მომავლისათვის, როგორც ფინანსური
ფინანსურად და ისეთ ეკოსისტემისათვის და ამ ეკოსისტემასთან დაკავშირებით აქვე ვიტყვი რომ მე მაქვს ინფორმაციები, იქ იმიტომ ხშირად ვარ და ერთად ვარ ამ კუთხესთან დაკავშირებით, რომ ამ დამამტვერიანებელმა მწერებმა და განსაკუთრებით ფუტკრის განადგურება გამოიწვია შხამქიმიკატებმა. აბევრებენ არა ღვინოს, როგორც წმინდა ილია მართალი ამბობდა, ქართველებს ასწავლეს ღვინის გაბევრება, არამედ აბევრებენ უკვე ყურძენს თვითონ. ჯიში, რომელიც უსახელოზე მექნება ახლა საუბარი, ცნობილი არის 800-დან ერთი ძირი იძლევა 800-დან კილო ნახევრამდე ყურძენს და წარმოიდგინეთ თქვენ რა ქიმიკატებით 5 კილოგრამამდე რომ აიყვანს და ამაში ცოტა დიდი კომპანიები წოდავენ გარკვეულწილად იმ შამი ქიმიკატებით და უდგებიან როგორც ინდუსტრიულ და ამ ჯიშ გადარჩენა უნდა რა ხან თქვენ ამ მას მოკიდეთ ხელი ამ მევენახეობას რამდენი წელი 3 წელიწადია ხო ამ 8 წელი არის 8 წელიწადია თქვენი ოჯახი ეს არის თქვენი საოჯახო ბიზნესი ხო საოჯახო ბიზნესია რომელიც ალბათ მე კიდე გაგრძელდება ღმერთის წყალობით და ასე შემდეგ თქვენ აღარა გაქვთ უკვე უფლება იმისი რომ თქვენ ეს ქიმიკატებით შელახოთ და დააბინძუროთ, იმიტომ ეს მართლაც საჩუქარია ბუნების. ბუნების საჩუქარია და უნიკალური საჩუქარია. ჩვენ ვდგებით ამ ქვია ჩვენ მარანიც რომელიც გაკეთებული გვაქვს. ფაქტიურად თქვენ ლეჩხუმში შეგიძლიათ დააბრუნოთ და გააგრძელოთ ეს ტრადიციები და დავიბრუნოთ ტურისტებიც. რა თქმა უნდა, ყველა საინტერესებს მთელი მსოფლიო დაბინძურების და ეკოკატასტროფის წინაშე დგას და ამ დროს ეს გადარჩენილი ტერიტორია მთლიანად რა 150 კილომეტრის რადიუსით აერიც არ ბინძურდება. ამასაც დიდი მნიშვნელობა აქვს და ჩვენ ხელოვნურად ვერევით ამ ეკოსისტემას და ვანგრევთ სამწუხაროდ, ვანგრევთ ეს იწევს ქალბატონი ნაზი არათუ ვაზის ფუტკრის დამამტვერიანებელი მწერების გადაშენებას. საერთოდ ეკოლოგიური კატასტროფის მივდივართ, რომელსაც ჩვენ ხელს უწყობთ პირიქით და ნიადაგის დაბინძურებას. შეიძლება აქამდე ვიძახოთ, რომ ჩვენ ვენახს არ ვეხებით იმ ვენახებს და საერთოდ, მაგრამ უკვე უშუალოდ ჩვენ შეგვეხო მათ ვენახებში შეტანილისას იძულებული ვარ უკვე ხმამაღლა ვთქვათ და ამოვხატოთ პროტესტი და ვთქვათ, რომ ღვინო იწყება ვაზისგან. ვაზია მომცემი იმ შვილის, იმ ემონების და ჩვენ თუ ვაზი თავიდანვე მაბატონს როგორც ცოცხალი ადამიანია, ვეთქვა რომ ის ნარკოტიკს მივაჩვიეთ და გამანადგურეთ, მისი ნაყოფი ღვინო უკვე იქნება გაუბედურებული სამწუხაროდ. ძალიან საინტერესოა ნამდვილად ეს ყველაფერი. ეს რამდენი ტონას იღებთ მოსავალს? ჩვენ მცირე გვაქვს, ძალიან მცირე გვაქვს იქ, გვაქვს სადღაც 3 ტონამდე კარგი მოსავლის შემთხვევაში და თქვენ შეგიძლიათ რომ ასე ვთქვათ, ხელოვნური ჩარევა გააკეთოთ, მიიღოთ მაგალითად არა 8 ტონა, არამედ შეიძლება 20 ტონა და ასე შემდეგ. რომ თქვენ ამას არ აკეთებთ. ხარისხი მე ვენახე ხართ პატიოსანი თქვენი საქმისა და თქვენგან ველოდებით სუფთა და საოცარ ღვინოს, რომელსაც თავისი სათქმელი თქვა ალბათ, იმიტომ რომ ეს არის მართლაც უნიკალური ჯიში და უნიკალური იმდენად რომ მე მგონი ანალოგი ყავს საერთოდ ასეთ როგორც წითელ ღვინოებში საქართველოში ითვლება ერთ უძვირფასეს ჯიშად. უძვირფასეს ჯიშად ითვლება და მადლობა ამ ხალხს გოდერძი ქლიბაძეს ამ ბატონ მამუდი არჯავანიძეს მის ოჯახს ბატონ გოდერძიც რომ ეს ახალგაზრდები და ბატონ მამუდი ძველი მევენახეა და ასაკოვანი მათი შვილები რომ გვერდში დგანან ამ მართლაც ისტორია როგორ შეიძლება ვთქვათ მამულის შვილური საქმის გვერდით ამე თუ მიყვებიან ამ ბიომეურნეობას და მცირე ურჩევნია და სხვათა შორის მაღალი შემოსავლის წყაროც გახდა. ცოტა, მაგრამ მაღალი ფასად. მაღალ ფასად და გარკვეულწილად ეთყობა უკვე შეიძლება ჩვენ გადავიდეთ იმ
რელსებზე, როცა პატიოსნება უკვე ძვირი ღირს, როცა კარგი საქონელი უკვე ძვირი ღირს. და ეს ყველაფერი შეიძლება მხოლოდ მთიდან დავიწყოთ, ისე როგორც ყველაფერი მთიდან იწყებოდა საუკეთესო სისუფთავეც და ყველაფერი ცივილიზაციაც ფაქტურად იწყებოდა მთიდან. და ჩვენ შეიძლება ამ ზღვინოდან დავიწყოთ ზუსტად იმ ცივილიზაციის ახალი კერა, რომელსაც მაგალითად ქართული ღვინოს პოპულარიზაცია ჰქვია. და პატიოსნების პოპულარიზაცია რომ დავიწყოთ მაგალითად, იმიტომ რომ ღვინოს ნუ გავაფუჭებთ, ღვინო არის ძვირფასი ნამდვილად და ქართველებისათვის ეს არის გენეტიკური სასმელიც და სულიერი საზრდოც არის კიდე. მე ვუდგებით და ჩვენ ვუდგებით ყველაფერი ვაზიდან დაწყებული ეს მევენახეები და ჩვენ ერთი გუნდი ვართ, რომ ასე ვთქვათ, ერთი მიზნისაგან ვისწრაფით, სხვაგვარად არც იქნებოდა ჩვენი კომპანია წარმატებული გარკვეულწილად. ვუდგებით ღვინოს და შედეგს ბოლოში საბარძიმე ღვინის პრინციპით. იმ სისუფთავით, იმ სიმართლით, რომ ჩვენი ნებისმიერი ბოთლიდან აგებული ტაძარ შეიძლება ჩაისხათ ბარძიმში. ბარძიმის შემდეგ ვეზიარებით, ხო? ვეზიარებით, რა თქმა უნდა, ხო? დიახ, რომელთაც ჩვენ ვეზიარებით და ჩვენ და შეიძლება ჩემი ერთი ყლუპი ღვინოთი შეიძლება იყოს ან სასუფცათა სასუფეველის კარების გაღების საწინდარი, ან კიდე დამღუპელი უნდა იყოს, ხო? და ამიტომ თქვენ გაქვთ უდიდესი მისია, რომ ასეთი არაჩვეულებრივ ღვინოს აკეთებთ. მადლობა. ღმერთის შეწევნით ვცდილობთ, რომ ამ გზას მივყვეთ ბოლომდე. ასე მოვიდა ჩვენამდე ეს ჩვენი წინაპრებისგან და ჩვენ უფლება არ აქვს სხვაგვარად მოექცეთ ვას. არა მარტო ლეჩხუმში საერთოდ მთელ საქართველოში ეს სურათი არის სამწუხაროდ. და ამაში გარკვეული მთავრობის პოზიცია არ აქვს, წინამთავრობა ეხალანდელია, რომ სუბსიდირება არ არის საჭირო ვენახების ხარისხიანი ყველაფერი იქნება. რა საინტერესო რაღაცას ამბობ, ბატონო, ყველა სუბსიდირებას ითხოვს, ყველა დაფინანსებას ითხოვს აბსოლუტურად და ყველა ითხოვს ადგილობრივი ხელისუფლებისგან თუ მთავრობისაგან დაფინანსებას. ეხლა ბევრი დაფინანსებია წამოსული სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის. ფაქტურად ჩვენი ქვეყანა მთლიანად გადართულია სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის და არაერთი პროექტი გაკეთდა ჩვენ და საბედნიეროდ იმედია, რომ სულ უახლოეს ხანებში ჩვენი ეკონომიკა გაძლიერდება, იმიტომ რომ მართლაც უამრავი თანხები ჩაიდო სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის. აი, რასაც თქვენ ბრძანებთ ახლა, რომ სუბსიდირება არ არის საჭირო და დახმარება არ არის. აი, ეს როგორ შეგიძლიათ კონკრეტულად ახლა მე შემიძლია ჩემი გადასახედიდან და დანახულიდან რომ მე წარმოიდგინე ამას ამბობდეს, ხო ძალიან გასაოცარი. სახელმწიფო უნდა დაეხმაროს იმ კერძო მეწარმეებს და იმ მარნებს და უნიკალური მარნები გვაქვს ღვთისმშობლობით საქართველოში და ბევრი მარანი ასობს საუკეთესო ღვინოს. უნდა დაეხმაროს პირიქით, მაგრამ აი ეს თანხები, რომელიც გამოყოფილი არის ურნის შესაძენად, უშუალოდ ურნის შესაძენად, მე შევხვდი გარკვეული წლებით ახლა დაკონკრეტება ზოგადად ვიტყვი. მაგალითად იბარებდა ერთ-ერთი კომპანია ყურძენს და ხარისხი საერთოდ არ აინტერესებდა რას ჩაებარებდა. იმას სჭირდებოდა მხოლოდ პირადობის მოწმობები, გლეხისგან ჩაბარებული და გლეხი მეურნე მიეჩვია ამ სიტუაციას, რომ არა ხარისხზე, არამედ რაოდენობაზე იყო ყურძენი და იმ თანხებს უხდიდნენ. ესე იგი თქვენ ფიქრობთ, მცირე მეწარმისათვის, როცა ღვინოს აწარმოებს, მისთვის სუბსიდირების გამოყოფა არის შეიძლება გრანტი, ეს აუცილებელი არის, რომლის იგივეად შესყიდვები მოხდება იმ ხარისხიანი ყურძნის, მისი ჩამოსხმა და იმ ბაზარზე გასვლა, რომელიც ჩვენი სოფლიო ბაზარზე ხარისხით თუ გავართ და მცირე რაოდენობით უნიკალური ღვინოებით. ბატონო თამას, აი ერთი შეკითხვა მაქვს ესეთი და აი გთხოვთ ამიხსნათ, რომ მაგალითად მე არ შემიძლია ვიყიდო ძალიან ძვირფასი ღვინო. უნდა გქონდეს ჩვენ ბაზარზე სხვადასხვა ხარისხი. მე ასე მგონია და შეიძლება ვწდები. შეიძლება მინდოდეს მაგალითად ძალიან ძვირფასი ღვინო, შეიძლება შედარებით იაფასიანი ღვინო და არა მარტო ღვინოზე აქ ლაპარაკი, უნდა მქონდეს არჩევანის საშუალება, რა შეიძლება შევიძინო მაგალითად, ხო? მაღალი ხარისხის საქონელი ძალიან კარგია, მაგრამ შედარების საშუალება, არჩევანის საშუალების უფლება ხომ აქვს მე არა თუ ამას არასწორად ხომ ვამბობ. ყველა ვერ იყიდის მაგალითად უსახელო ორს, ვერ იყიდის ასე ძვირფას ღვინოს.
მით უმეტეს ქართველებმა ვიცით ზეგ გადამგარი სუფრები მაგალითად ასეთი ძვირფასი ღვინოს შეძენა არ შეიძლება და შეიძლება მაგალითად სხვადასხვა ხარისხის ღვინოების დე მქონდეს პრეტენზია კი რა ნუ პრეტენზია ყიდვის პრეტენზია მქონდეს და აი ამაზე შეიძლება რომ ბაზარში უნდა იყოს სხვადასხვანაირი ხარისხის პროდუქცია ნუ ცუდი არა რა თქმა უნდა და თუ ცუდი იქნება ის ცუდიც ვიღაცას უნდა რომ იყიდოს არ ვიცი ამ იმაში ვერ მესმის თქვენი კითხვა სავსებით ლოგიკური არის მაგრამ ყველა ვერ შეიძლება პრემიუმ ჯგუფის ღვინოებს ვერ შეიძლება რა თქმა უნდა ყველა ვერ შეიძლება მაგრამ მე მინდა ხაზი გაუსვა კიდევ ერთხელ არ უნდა იყოს ვენახისადმი ვაზისადმი მიდგომა ქართულ კაცს აქვს მამულს ეძახიან ვას ჩემი ძონებული ბები ამბობდა სადმე დიხარ ბები მამულში მივდივარ სამუშაოდ მამული ასოცირდება ესეთი დატვირთვა ჰქონდა ამ ვას რომ ყველაფერი იყო ქართველი ადამიანისათვის და არ უნდა მივიდგეთ რომ ნებისმიერი ვაზი ქართული რომელიც ადა მიუდგეთ განადგურებამდე არ უნდა მივიყვანოთ არათუ ვაზი ნიადაგიც კი იმ შხამქიმიკატებით ფასები რა თქმა უნდა იქნება 5 ლარიანი 10 ლარიანი 100 ლარიანი ღვინოები და ეს არჩევანი საშუალებაა მაგრამ ხარისხი არის გარდა ამისა ამ ღვინოს როდესაც მიირთმევს თავიანთ ჯანმრთელობაზეც ხომ უნდა იფიქროს საზოგადოებამ საქართველოში აქვს მე ამ შემთხვევაში რა მისცემს ამ ქიმიური პრეპარატებისგან მიღებული და გაუბედურებული ის ღვინის სითხე ის ჯანმრთელობას და პირველ რიგში ხაზს უსვამ კიდე ბიომეურნეობებს არათუ მეღვინეობაში სხვა პროდუქტების მიმართ და ამას გადაგებს უწმინდესი ჩვენი ეგრესია საზოგადოების ხალხი რომ ჩვენ სოფლიო ბაზარზეც გაგვიყვანს ბიოპროდუქტი იმიტომ ჩვენი ეკოლოგია საქართველოში გადარჩენილი არაა დაბინძურებული ამ გარკვეულმა 30 წლიანმა პერიოდმა რომ არა ამდენი ქარხნები არაფერი ხო ეკოსისტემა გადაარჩინა ჩვენი და ამ დროს ასე ვექცევით სამწუხაროდ ამ ვას და ნებისმიერ პროდუქტს აი თქვენი მეურნეობის შექმნამ ამ კომპანიის რომელიც თქვენ შექმნილი დაწარმოებთ ამ ღვინოს სტიმული მისცა თუ არა სხვა მეურნეებს სხვა მეწარმეებს დაბრუნდნენ თუ არა ლეჩხუმში და გვაქვს თუ არა პერსპექტივა სამომავლოდ რომ ლეჩხუმელი მეწარმეები დაბრუნდნენ ლეჩხუმში და აწარმოონ ლეჩხუმში სხვადასხვა პროდუქცია მაგალითად დედესწემული ახლა არის ლეჩხუმში ჩვენ მიკროზონაში სადაც უსახელოურის მიკროზონა არის დიდი ინვესტიციები ჩაიდო გატერასდა ის მცირე ადგილები და თვალსაჩუხარია გულსაჩუხარია ხედავთ რომ უსახელოურის ჯიშის ვაზი მიკროზონაში შენდება და მომავალი აქვს მაგრამ მე კიდევ გამორჩეულს ვამბობ სამწუხაროდ არ მინდა გამორჩეული ვიყოს უსახელოურში რომელსაც ვასხამ გამორჩეული ჩემი მარანი და ჩემი ჩამოსმული რომ ჩვენ ვასხამთ ქვევრებში ამ ღვინოს ვავარგებთ ქვევრებში ქვევრის ღვინო არის ესა სამწუხაროდ მარნებით არ შემორჩა ლეჩხუმში რომელიც მარნები იყო ის ქვევრები გაუქმებულია მე რომ ლეჩხუმზე საუბრობ ანალოგიურია აღმოსავლეთ საქართველოში და მევენახობის კუთხეებში საერთოდ რა ანალოგიური და ჩემი თხოვნა იქნება რომ ამ ქიმიური პრეპარატებით ის ნიადაგით გაუბედურებული ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენლის აი ასეთ საუბარი საინტერესო სიუჟეტი ჩავარდო ჩვენ უყურებთ ამ ვასო 20 წელი იმუშავებს შემდეგ უნდა მისცა მოცავალი 20 წელი ამ პრეპარატებით შემდეგ უნდა აიჩეხოს ეს ვაზი და ის ნიადაგი უნდა მოიწმინდოს და ახალი დაირგოს ჩემი გადასახედიდან ჩვენ წინაპრებს ასე რომ ეფიქრათ დღემდე არც ერთი ვაზის ჯიში ჩვენ არ გვექნებოდა აქ ჩვენ ვერ დავემსგავსებით ჩინელებთ და ხელით ვერ დავიწყებთ დამტვერიანებას და სამწუხაროდ აქეთკენ მიდის ჩვენი მდგომარეობა უშუალოდ უკვე პირადად ჩვენ ვენახებს შეეხვეს გარდა იმისა ჩემს მომავალს და ჩემს ქვეყანას ამიტომ ჩვენ გადავწყვეტეთ გარკვეული ცნობილი სახები ამ
მეღვინეობაში იცნობენ, ჰქონდათ საუბრები, რომ შედგა ჯგუფი, რომელიც მალე ბიომეღვინეთა და მევენახეთა საზოგადოებას დაფუძნდება. რომელიც ჩვენს ინტერესებს დაიწყეთ ერთიანად ბრძოლას, რომ მომავლისათვის ვაზრისა და ღირსებები და ღირებულებები და ღირსებები დაიცვათ ზუსტად ქართული ღიროსი და ქართული კულტურის მდგომარეობა დადგეს ისეთ კალაბოჭი, რომ სასიამოვნო იყოს, სასარგებლო იყოს და გადაგვირჩეს ვაზი, ხო? ჭეშმარიტად. დიახ. ეხლა თქვენ საუბრიდან გამომდინარე მე გამომაქვს ის დასკვნა რომ ჩვენ გვაქვს მომავალში იმის იმედი რომ ახალგაზრდებიც კი დაბრუნდებიან ან ვიღაც ხელს მოკიდებს ამ რეგიონს და არ დაიცლება მთა დღეს დიდი გამოხმაურება მთების განვითარებაზე მთის კანონის შემოვიდა აი მთის კანონთან დაკავშირებით თქვენ თუ შეგეხოთ რამე და საერთოდ რა პერსპექტივა შეიძლება იყოს დიდი პერსპექტივა და ლეჩხუმში ახლა ლეჩხუმი ახალმთიანი რეგიონია და მე ვენახეობაზე რომ საუბრობთ, ხო, ცოტა არ იყოს, აი შეიძლება ზოგიერთი თბილისელისთვის ეს გასაკვირიც კი იყოს, მაღალმთიანი რეგიონია მართლაც ლეჩხუმი, როცა აგერა ხო, მაგრამ უნიკალური ბუნებით მართლაც და როცა აგერ აღმოსავლეთ საქართველოს გვაქვს, ბარი გვაქვს, ისეთი გაშლილი ვენახები შეიძლება უფრო ადვილი მოსავლელი იყოს, მაგრამ აი მთის ვენახი ეს მაინც სულ სხვა დატვირთვა ქონია, ესე იგი და მართლაც აი ამაში მდგომარეობა ზუსტად ის უნიკალურობა რომ თაში გამოდის გადასარევი ძვირფასი ყურძენი და შესაბამისად ღვინოც აი ესეთი ძვირფასი ყოფილა თურმე. ჭეშმარიტად დროული იყო თუ დაგვიანებული არა ეს კანონი, რომ გარკვეული შეღავათები დიდი შეღავათები არის მით უმეტეს ბიზნესის კუთხით, რომ იქ განვითარდება ის მარნები, ის წარმოებები ამ გადასახადებისგან განთავისუფდებიან და ეს თანხა იგივე განვითარებისთვის ეს ნამდვილად რომ გადასახადის და ბეგარისგან განთავისუფდებით. ხო, გარკვეული ბეგარებისგან ის საშემოსავლო არის ახლა კონკრეტულად არ ჩამიხედავთ. ეს არ არის პატარა საქმე, სხვადასხვა კარგი კანონია რომ ბეგარისგან განთავისუფდებით. რომ კუთხეს განვითარება რომ და ახალგაზრდები ინფრასტრუქტურა განვითარება ინფრასტრუქტურას გზავს გულისხმობ მე იდეალური მისასვლელია ქუთაისიდან 40 წუთში უკვე როდესაც უნდებოდით 3 საათი 40 წუთის სოფლებთან დაბრუნდა გარკვეული რაოდენობა უფრო მეტი რა თქმა უნდა გასაკეთებელი არის უფრო მეტია გასაკეთებელი რა მხრივ რომ ასეთი უნიკალური მიწა ნიადაგები არა მარტო კურდნისათვის ბოსტნეულით, ხიხილისათვის, ლეჩხუმური ვაშლი იყო განთქმული, ეს ბიოვაშლია ფაქტობრივად არ იწამლება იქ არაფერი და ყველაზე საინტერესო, რომელიც ამ ბოლო ჟამთაის ღვინოდან გამომდინარე დავინტერესდი, არის მასწავლებელი კულტურებიდან კერძოდ ხორბალი. ხორბალი. ამიტომ პური ჩვენი ასობისა, ხო? უფლის სისხლი ეს ღვინო და უფლის ხორცი ბაძიმში ეს ხორბალი. და ამასთან დაკავშირებით ცნობილ ვაწმოსილ მეცნიერებს დაუკავშირდი ესა ბატონი ლევან ფრუიძეს დაუკავშირდი ქალბატონ ინეზა მაისაიას რომლებმაც ამ გზაზე დამაყენეს და ეს ბატონი ვლადიმერ მენაბდის კოლექციიდან მომცეს რამოდენიმე თავთავები ამ ხორბლის, რომელიც იყო უნიკალური ჯიში არა მარტო ლეჩხუმში, მთელ საქართველოში, მახას და ზანდურის. და დავიწყე ახლა საკოლექციო ნარგეთით, რომელიც ბადეში იქნება, ჩიტმა არ უნდა წაიღოს მართვალი გადარჩენა. რასაუცა რაღაცას აკეთებთ, რა ძირფასო ტელემაყურებლობა ძალიან ხო და მოგვისმინეთ ეს არის რაღაცა არაჩვეულებრივი საუბარი, აი რასაც ჩვენ საუბრობთ, რაზე ჩვენა გავყავთ დიალოგი. ჩვენი გადაცემა თვითონ არის იმ მოტივზე გაგადებული, რომ დადებითი და პოზიტივი მოусმინოს ადამიანებმა და პოზიტივი შევქნათ. და აი ამაზე კარგი პოზიტივი და ამაზე სასიამოვნო საუბარი, რაზეც დღეს ვსაუბრობთ, ხო თელი გადაცემის მანძილზე შეიძლება ვთქვათ, რომ არ მქონია. იმდენად აი დადებითი მუხტი შემოიტანეთ ახლა დღეს თქვენ და აი მინდა რომ ტელემაყურებლებმა გვისმინონ რომ აი ამ დადებითით ამ აი რაღაც სულიერებით აივსონ და ამისთვის თქვენ ნამდვილად დიდი მადლობა და მაპატიეთ რომ გაგაწყვეტილეთ და შეგიძლიათ გააგრძელოთ საუბარი ამ ხორბალზე ვსაუბრობთ. დიახ, ამ ხორბალზე
აი ეს მივიდა ეტაპობრივად. ეს არა ჩვენი ყველა ვერ დავგეგმავთ, ჩვენ ვერ გეგმავთ ასე რომ ხვა, იგივე მარნის გაკეთება, იგივე ქვევრების ჩაყრა მარანში, იმი კირით, იმ ქართული ტრადიციებით, არავით არის აღებავები, მარნის გაკეთება როგორც ცალოცავი ადგილი, ამის შემდეგ დამოვიდა უკვე ეს ვაზი ბიოსერტიფიკატზე დაყენებული, ეს კავკასცერტი არის ბიოცერტიფიცირების ორგანო, უკვე წელს გვექნება მათი და სერტიფიკატი, იგივე ვაზთან ურთიერთობა, ამან გამოიწვია იგივე ხორბალთან. დავფიქრდით, რომ საბარძიმე ჩვენს ვაყენებთ ღვინოს, მაგრამ გვაქვს ჩვენ ბარძიმისათვის ის ფქვილი მეთქი, მით უმეტეს საქართველოს ხორბლის ქვეყანა იყო. არა მარტო ვაზის სამშობლო მე ვთვლი, ალბათ დამეთანხმება ჩვენი მაყურებელი, რომ ეს იყო ხორბლის სამშობლო და განსაკუთრებით მე ლეჩხუმა მკითხემ დამაინტერესა, რომ ლეჩხუმელი კაციც კი ისტორიულად ამ მახელთა ზანდურისგან დამსხვარ განსაკუთრებული სტუმრისათვის ისეთ ძვირფასი იყო. საინტერესოა ძალიან. ეს ალბათ არც მე არ ვიცოდი, არც ჩვენმა ტელემაყურებლებმა არ იციან და შეიძლება ბევრმაც არ იციან, შეიძლება ერთეულებმა იციან ამის შესახებ და აი ეს რამხელა მადლი არის და რამხელა სიკეთეა ახლა მაგის შექმნა. დიახ და ჩვენი ღვაწლმოსილი მეცნიერები 80 წელს გადაცილებული ხალხი რა ენერგიით ირწვიან დღეს აი იგივე ბატონ ლევან ფრუიძე ხვალინდელი ჩვენი მომავლისათვის. ის შემხედვარე ქალბატონ ინეზა შემხედვარე რომ ადამიანმა ხელი რომ არ გააგზავნა არ შეიძლება რომ არ გააკეთო და დიდი ნაშრომები აქვს. ეხლა წიგნის გამოიცა მემორჩილეობასთან დაკავშირებით საქართველოში. იგივე უწმინდესის კურთხევა, უდიდესი კურთხევა, რომ ყველამ გააჩენოს და დათესოს გარკვეული არეალზე ხორბალი, ოსტანი, ვაზი, რომ კონდეს ჩვენი პროდუქტი, არ ვიყოთ ამ გენური ინჟინერიის შექმნილი პროდუქცია და საწარმოებით დამოკიდებული ჩვენი თაობა და მომავალი. ესა ჩვენი მიმართულება. ეს ხორბალი ალბათ მცირე რაოდენობით არის, არა და უნდა ახლა მცირე რაოდენობით ეს ქონდა ჩვენ გავამრავლოთ ესე იგი, ხო? რაღაც მოსავალი გასამრავლებლად. მე მეგონა რომ ხვდებოდით, რომ მომცემდნენ რამოდენიმე კილოგრამს, რომელსაც გარკვეულ ფართობზე, დიდ ფართობზე დავთესავდი და სამწუხაროდ აღმოჩნდა თავთავები შენახული, უკვე აღარ შეგვიძლია ჩვენ ასაკში ვართ ისეთიო და მე რა საინტერესოა, რა საოცრება პირდაპირ. მათი სიტყვები იყო, რომ აიო თქვენინებით გამოჩდითო და მინდაო ბატონი ვლადიმერ მენაბდის კოლექციიდან ეს თქვენ გადმოგცეთო. და სიმართლე გითხრათ, დავიბენ ეს მოულოდნელობა იყო ამ ხელაპასუხისმგებლობა ჩემი თავზე აღებული. ნამდვილად ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა და უდიდესი საჩუქარი ნამდვილად რა ვიცი. თისგან ალბათ. დიახ. და დავიბენ არ ველოდებოდი მე ხელაპასუხისმგებლობით და თხოვეს რომ ვინც მოისურვებს რა თქმა უნდა მე ამისათვის ვარ და უფლის შეწევნით რომ გამრავლდება ეს და გავაკეთებთ გარკვეული დაცვა უნდა, იმიტომ რომ არ ითესება იგივე ფრინველებისგან ნადგურდება, მცირე ფართობებით და ფიქრობთ ახლა რომ დამარცხებლები ამ ფრინველების როგორ შევინარჩუნოთ და ნენელა რომ მივიყვანოთ ეს შეიძლება ითქვას რამოდენიმე თავთავი. დიახ. რამოდენიმე თავთავი გადარჩენილი ამ ქართული უნიკალური ხორბლის ჯიში. არა მარტო ხორბალია, იქ ღომზე არის, ხომის ღომზე და ფეტვი ქართული და სხვა საუბარი. ფეტვი ხო საერთოდ თაობა, მაგალითად ფეტვი არც უნახავს, სვანეთში ვნახე რამდენიმე წლის წინ. უნიკალურია, უნიკალური თავის შემცველობი ქართული. ფეტვი საოცარი არის მართლაც და ქართულ ფოლკლორშიც კი ქონდა ფეტვი გახსოვთ ალბათ და ფეტვი დიდი ხანია მე თვითონ არ მინახავს, ხოლო სვანეთში ვნახე რამდენიმე წლის წინ და ღომზე იყო საუბარი, მაგრამ ღომის კულტურა დაიწყეს მონასტერში, ერთ-ერთ მონასტერში და თუ ამასაც როგორმე ხელს მოუმართავთ, რომ შეუწყობთ, რომ კიდე განვითარდეს, კარგი იქნება და უკან დავაბრუნოთ ღომი. ეს საოცარი მცენარე. კარგი იქნება ნამდვილად. დიახ, მე მიხარია რომ საბედნიეროდ დაიწყო ტენდენცია, ნუ გარკვეული ახლა ისეთი მასშტაბებით არ არის, მაგრამ ამ საქართველოს ასე ვთქვათ, მეგაპოლის თბილისიც უკვე ცხოვრდება ხალხი მიდის რაიონებში, უკვე სულ სხვანაირად და სხვათა შორის კარგი ბიოსასუქებით ქართველებმა დაიწყეს წარმოება
რომელსაც ჩვენ ვიყენებთ, ეს უნიკალური ბიოსასუქები. საინტერესოა. ახალი ტექნოლოგიები შეგვიძლია. იგივე მოწვის სისტემა, ახლა ჩვენ გარკვეული ვაზი გავაშენეთ, სადაც გიდგება ციცქადაცოლი გაურის. და ეს მცირე ვაზი გვინდა ვენახი რომ რა ახალი ტექნოლოგიების დანერგვა შეიძლება. სამაგალითოდ გავაკეთოთ ესეთი 400 ძირი დავრგეთ ეხლა გაზაფხულზე და იგივე სარწყავის სისტემებით და ამით მაგალითი გვინდა გარკვეულწილად გლეხმა მეურნემ დაინახოს რომ რა შეიძლება თანამედროვე ტექნოლოგიები რის შეგვიძლია გამოვიყენოთ იგივე ნიადაგის ტენიანობის გაზომა რა დროს მოწყვა იგივე სარწყავის სისტემებიდან სასუქის ბიოსასუქების მიწოდება რა პერიოდისათვის და ვცდილობთ გზაზე მივყვებით წინააღმდეგობები გვაქვს ვეძებთ ამ გვიდგანა კავშირის სხვადასხვა მეცნიერები მევენახეები რომელსაც დიდი შრომები აქვს გაკეთებული და სამწუხაროდ მათ შრომას მათ ვერ ვიყენებთ ბოლომდე ვერ ვიყენებთ და ამათ წლები არის ამ თემებზე ნამუშევარი. ბატონო თამას, თქვენ ახლა საოჯახო ბიზნესი გაქვთ, საოჯახო ოჯახური შეიძლება ითქვას, შეიძლება მე და ჩემი ვაჟი ვართ ამ ბიზნესში და ყავს ორი პარტნიორი კიდე, რომლებიც ძალიან სხვა თვალით დაინახეს ვაზი და ღვინო. სხვა თვალით ვაზი და ღვინო. მე ერთ პატარა მაგალითს მოგიყვანთ თუ შეიძლება აქ თბილისში ვაგეში აბაშიძეზე გაზრდილი დაბადებული კაცი დიდებული პიროვნება მისი მეუღლეც დიდებული ჟურნალისტი თქვენი კოლეგა რომლებმაც ეს ქალაქის ბინა აკეთეს და წოდორეთი არის სოფელი იყიდეს სახლი გადავიდნენ საცხოვრებლად და წელს ეხლა ამ გაზაფხულზე პრეზენტაცია ექნება თქვევრების ჩახარის ღვინოც დაწურეს და ეწევიან ნამდვილად სამაგალითოა როცა ყველა აბსოლუტურად მიდის ხის ცნობილი არქიტექტორი ესა მოქანდაკე არის ეს ირაკლი ჟვანია და ესმა კუნჭულია ეს ჟურნალისტი აბატონი და წინვალე მარანი აკეთეს და როგორი ენთუზიაზმით და ირაკლი მეუბნებოდა უკვე სხვა თვალით დავინახე ღვინოსთან ვაზთან ურთიერთობა ესე იგი მას მანამდე არც ქონდა ალბათ შეიძლება გალეული ქონდა მაგრამ უბრალოდ უნდა და სოფელი და წავიდნენ ქალაქს გაეშორინდა რა კარგია არა თუ ახლა ვისაც აქვს სოფელი აი ხო ხედავთ როგორი სასიამოვნო ამბებს ყვებით ჩვენ და აი მე მინდა მოუწოდო მოსახლეობას მთის მოსახლეობას რომ მთის ნებისმიერი კულტურა შევინარჩუნოთ და მაინც და მაინც თბილისი არ არის სასურველი ყოველთვის გაზ რომ ჩამოსახლდე აქ და ჩამოხვიდე და რაღაცა პატარა ვაჭრობები დაიწყო როცა უნიკალური ადგილებში ვიმყოფებით ნებისმიერი მთაზე შეიძლება რაღაცა ძვირფასი ვიპოვოთ ეს არის ჩვენი მევენახეობა მესაქონლეობა და ასე შემდეგ და შევქნათ ქართული პროდუქცია და ქართული პროდუქცია მივაწოდოთ მოსახლეობას და სხვისი მოსამსახურები რატომ უნდა ვიყოთ ჩვენ ქვეყანაში ამდენი ემიგრანტი ყავს გასული ამდენი საქართველოსთან როცა ჩემი ქვეყანა დაცარიელებულია აბსოლუტურად და სხვები საშიშიც არის რომ უკვე შეიძლება ჩამოვა მაგალითად ჩემი ემიგრანტი საქართველოსზე თავისი ადგილი აღარ იყოს. გასმენდათ ძალიან საინტერესო თემაზე ვსაუბრობთ ჩვენ თვითონ და ეხლა კიდევ უამრავი კითხვები მაქვს რა თქმა უნდა ჩვენ ალბათ კვლავ გავაგრძელებთ საუბარს შემდეგ მობრძანდებით ალბათ და ახალი წინადადებებით ახალი გამოწვევებით ალბათ ხომ არ აპირებთ ან ტრენინგების ან სემინარების ჩატარებას ან ხომ არ არის მაგალითად პერსპექტივაში ის რომ მევენახეობის ან კოლეჯი გაიხსნას ცაგერში ან რაღაც პროფტექნიკუმები იყო ეხლა და ან ეხლა რომ კოლეჯი იყოს ან რაღაცა რომ ეს ტრაქტორისტები მაინც რო ყავდეს გასო ადგილობრივი და იმიტომ რომ ის თაობა რომელმაც ეს ისწავლეს ხო და უკვე ხანში შესულები არიან ჩვენ ეხლა ახალი სპეციალისტები გვჭირდება ახალი მიდგომა გვჭირდება ესე იგი ჩვენ გვჭირდება შერწყმა ძველი ტრადიციების და ახლის და თქვენ ხომ არ ფიქრობთ ამაზე ხომ არ გიფიქრია აი ამაში ჩვენ როგორ არა იმიტომ ძალიან აგრონომიც რომ ეძებო დიახ თორნი აგრონომი აი წარმოიდგინეთ ალბათ ინეზა
სესტაფონიდან წაკავთ აგრონომი რომ მე ვენახებ დაჭერდეს რა ვეტერინარია არის კუთხეში და ასეთი ძირფას სპეციალობები რომელიც ყველაზე დაფასებული და მე რამდენადაც მახსოვს ახლა ლეჩხუმში ხო ოჯახს ვერ ნახავდი და ადამიანს ვერ ნახავდი უმაღლესი განათლება რო არ ქონებოდა პირველი პრიორიტეტი იყო პირველი კითხვა ის იყო უმაღლესი აქვს თუ არა დამთავრებული და ეს კითხვაც არ იყო ყველა იყო უმაღლეს დამთავრებული მე მგონი ლეჩხუმში იშვიათად ვიმეს არ ქონოდა დღეს სპეციალისტები კი არა ბატონო საერთოდ ხალხი არ არის ლეჩხუმში მე მგონი არ არის ლეჩხუმში ამას წინათ ვიყავი ლეჩხუმში და სკოლაში დადიოდა 2 ბავშვი. სამწუხაროდ. ალბათ ხელი სულ თბილისშია ჩამოსული, ამ თბილისში როცა გასავლელი გზაც კი აღარ არის, უკვე იმდენი მანქანები დადიან და ლეჩხუმი კიდე უნიკალური მხარე არის, საერთოდ საქართველოს ნებისმიერი კუთხეა უნიკალური და ამ კუთხეებს მივატოვებთ ახლა ეს მთის კანონი როგორმე გამოვიყენოთ მთავრობა მოგცა საშუალება იმის რომ განავითაროთ მთა და ნუ დავივიწყებთ ამ მთას და განვითარდეთ. არა, დიდი საშუალება არის, უბრალოდ მონდომება უნდა ქართველებს რა. მე ყველაფერს მთავრობას ვერ დავაბრალებ. ელემენტარულად ადამიანს რო ბოსტანი თავის ეზოში არ ექნება და მწვანის მეზობელს დაუძახებს ან და ძალა ბაზარში იყიდის ხო როცა ეზო გაქვს და საშუალება სოფლებში ხარ ამას მთავრობის დაბრალება და საყვედური არ შეიძლება ამიტომ ხეშეთობა კი გარკვეული ხეშეთობა უნდა იგივე აგრონომების კუთხით ამას ახალեցება და მე მინდა აი მეწარმეები ვინც აკეთებს საქმეს იმათ უნდა თანადგომა ის დაასაქმებს ინგლისს არა საჭირო ბიუჯეტიდან თანხა გადაიხადოს ყურძნის შესყიდვაში მეწარმეებს მიხედეთ შეიქმნა ახლა კოოპერატივები შეიქმნა ჩვენ შექმნით ერთი კოოპერატივი გავაერთიანეთ რამე და დახმარება იყო მექანიზაციის კუთხით მაგრამ მემენახობის კუთხით არა მეფუტკრეობით უფრო წავიდა იგივე უნდა მემენახეობას მთავრობიდან უნდა მოდიოდეთ უნიკალური ჯიშებზე მაქვს საუბარი ეხლა წეს ერთ-ერთი ოჯახთან გვაქვს ჩვენ საუბრები აქ ძალდატანება არა უბრალოდ ახსნით რომ ანალოგი აი უსახელოებზე აი ესე მემენახე ისულიც მე მაქვს ფაქტობები იქ სადაც შემეძლო გამეშენებინა ეს ჯიშის ხურძენი უსახელოურიც მაგრამ ამაზე შეგნებულად თუ არ ეთქვით რომ რამე თუ ვინც უვლის ის ლეჩხუმელი კაცი და ის მეურნე დასაქმდეს ის იყო მის შემოსავლის წყარო ჩვენ დანარჩენი ჩამოსმა იმ მარანში რეალიზება მისი ბაზარზე გატანას ამას ჩვენ უზრუნველყოფთ მაგრამ აი კაც ხონოდა ის რომ თავის ვენახს უვლის და იცით მისი პროდუქცია იმ მაღალ ფასში რაც ეკუთვნის ეს მაღალი ფასი არ არის რაც ეკუთვნის უშუალოდ ამ ყურძენს იმ ფასში იყიდება რა ხის ბატონო ამას თქვენი ღვინო ერთი ჩვენი ღვინო თბილისში გასახედი ფასია 2-3 მაღაზიაში გვაქვს და ერთი რესტორანში წარმოდგენილი და სასტუმრო ეცეთში 375 გრამიანი გასახედი ფასია 250 ლარის ამობენ ჯური მაგრამ არა ზოგის ჯვირი არის მაგრამ თქვენ იმდენი რაღაც მოგვიყევით ეხლა და იმდენად საინტერესოა რომ ეს მაგალითად თანხითაც კი არ შეიძლება შეფასდეს არა არ შეფასება იმიტომ ჩვენ ვიცით ჩვენი შრომის ფასი ჩვენი ვაზის და ღვინის ფასი ვიცით და არანაკლებია იმ ფრანგულ ღვინოებზე და როგორც ცნობილია უფრო მეტ თანხებად იყიდება ამიტომ რომ ჩვენ ამით გავაკეთეთ ეს ჩვენ საქართველოს ბაზარზე არა ვართ იმდენად ორიენტირებული და მცირე რაოდენობაც გვაქვს და ისედაც რომ წარმოდგენილი ყოფილიყოს რომ აქ რამოდენიმე ცნობილ მაღაზიაში 2-3 მაღაზიაში გვაქვს მით უმეტეს სხვა სულელებიც იყო და სასტუმროში და ერთ-ერთ რესტორანში რომ საქართველოში ყოფილიყო ასეთი მაღალფასიანი სეგმენტზე ქალბატონინიზა ჩვენ ამგვიდგენია სოფლიო მეღვინეობა არის პირამიდა. და ამ პირამიდის თავზე რაც არის სუპერ პრემიუმ ჯგუფის გვინოები. აი ჩვენ მიმართულება ამ სუპერ პრემიუმ ჯგუფის ამ წვერზე ბაზარზე შევიტანოთ ეს უნიკალური ღვინო. ეს აუცილებლად უნდა მოხდეს, ალბათ აუცილებლად ამას არ ვიცი, ეჭვიც არავის არ უნდა ეპარებოდეს, ყველანაირად უნდა მივხვიდეთ, რომ ეს ზუსტად ეს პირამიდის წვერვალი დაიპყრო და ჩვენ ნამდვილად ვიმსახურებთ ამას. თქვენ ახართ უდიდესი ადამიანი, დიდი ადამიანი. მადლობა, აციცე, ეს უფლის ხალობა იყო, ქალბატონინაზა, ყველაფერში უფლის ხალობას ხედავ და ეს ნაბიჯ ყოველგვარი თუ ნებისმიერი ქართველი ჩვენგანი გააკეთებს რამეს მაინც ერთს ქართულ საქმეს, ქართულ
რაღაც პოპულარიზაციას გაუკეთებს, ხო? ამაზე უკეთესი არაფერი არ იქნება და ჩვენ არ გვჭირდება არც არავისი დახმარება მაინც და მაინც, არც არავისი არც რჩევები, არც არაფერი პირიქით შეგვიძლია ჩვენ რჩევები ცხებს მივცეთ, ეკონომიკაც ავაღორძინოთ და ჩვენ მარტო კი არა, სხვასაც ეს უნიკალური ჯიშები, ეს უნიკალური პროდუქცია დავაგემოვნებინოთ და ეს იქნება ნამდვილად ღვთისწყალობა და მე ვთავაზობ ყველას ჩემი განვლილი გზა ამ 8 წლის მანძილზე რაც გავიარე, მე კომერციული საიდუმლოებებით არ ამაქვს არაფერი, ყველას ვთავაზობ იგივე ჩხუბში ან ნებისმიერ კუთხეში საქართველოში გვაქვს კავშირები, ისაც კი ვიცდა რომ გუშინად შეხვედრები ქონდა მცირე მარნის გაკეთებას ასრულებენ, მე ვთავაზობ ყველა ჩემი გამოცდილებას, ყოველგვარი საზღვაურის ღმერთმა დაიფაროს, ოღონდ აი ეს მიმართულება იყოს, რომელსაც ბიომენახეობა და მეღვინეობა საერთოდ აი ეს არის და დავამატებდი ალბათ უკაცრავად თავზეა დიდი კაპიტალი დაბანდება საქმეს აჭირდება თავიდანვე. ის ვენახი, იმ ვენახემ გააკეთო თუ მეღვინეობა, თუ ვენახს აკეთებ პირიქით. ამიტომ გინდა ამ გაერთიანების შექმნა, რომ ყველა ამ წინადადებები ჩვენი გამოცდილებები ამ ბიომიმართულებით განვავითაროთ და ამ მევენახობის კუთხით პირველ რიგში და ჩვენ ნახოთ ხორმალის შემდეგ სხვა მეურნეობებით და პოზიტიურად დავამთავროთ დღეს ჩვენი გადაცემა. ძალიან სასიამოვნო საუბარი გქონდა. დიდი მადლობა ამისათვის. ეთერში იყო საზოგადოებრივი არჩევანი ნაზიმე შველიანთან ერთად. ჩვენი სტუმარი. უმეტესი მადლობა მოწვევისთვის და ნამდვილად ჭეშმარიტ საქმეს აკეთებთ, რომ ამ კუთხით დაინტერესა თქვენი ტელევიზია. ტელემაყურებლებს კი შევახსენებთ, ჩვენი სტუმარი გახლავთ დირექტორი დღვინის კომპანიის დირექტორი ხომლის ბარანის, ეს იყო თამას ომანაძე. კარგად ბრძანდებოდეთ ნახვამდის მომავალ შეხვედრამდე.